იწყება საშემოდგომო ხორბლის და ასე შემდეგ. ეს არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, ცხადია რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა პირიქით პროცესებია, იქ გაზაფხულზე იქნება მოსავალი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის გაზაფხულზე იმათთვის შემოდგომაზე, თუმცა ჩვენ იმ ბაზრებთან ინტეგრირებულები არა ვართ, ჩვენ ვართ აი ამ ევრაზიულ ბაზრებზე და ჩრდილო ამერიკულ ბაზრებზე. ამდენად მე ვფიქრობ, რომ სადღაც წონასწორულთან ახლოს ვართ ფასებთან, ზოგიერთ რეგიონებში შეიძლება ოდნავ შემცირებული ფასით, ზოგან უფრო ძვირად, ეს ხორბლის ხარისხზეა დამოკიდებული, ტრანსპორტირებაზეა დამოკიდებული, რა დაგვიჯდება ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. აი ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ოდნავ შეიძლება ფასების და ხორბაზე. კი ბატონო, რამდენად გაუძლებს ამას ჩვეულებრივი მოქალაქის ეს არ გამორიცხავს, რომ ფასების სხვა რამეზე გაიზარდოს. კი ბატონო, სწორედ იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ხორბალზე დამოკიდებული, მე ვთქვი ეს არის დამოკიდებული მონეტარულ პოლიტიკაზე, ეს არის დამოკიდებული ბიუჯეტზე, გადასახადებზე, ეს არის დამოკიდებული უფასო კონცერტებზე და ასე შემდეგ, რომელიც ყველაფერი საბოლოოდ ფასში აისახება. ანუ იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს? გვემუქრება თუ არა რაიმე სახის კრიზისი? ეკონომიკური. მე იცით, ჯერ ჩვენ კრიზისიულ სიტუაციაში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დავიწყეთ აშკარად გამოჩნდა რაღაცა ნაბიჯები, არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ამ კრიზისის ასე ვთქვათ. მსოფლიო კრიზისის დასაწყებად? დაძლევის რაღაცა ნაბიჯები გადადგმულია და რაღაც გაჯანსაღება ფინანსურ ბაზრებზე შეიმჩნევა, ეს არ არის ჩემი. არ გვაქვს საშუალება ახლა ჩვენ დავშვიდეთ, იმიტომ რომ არის ბევრი მოსაზრება, რომ შეიძლება კრიზისები ვითარდებოდეს ეგრეთ წოდებული დიდი დუბლვეს პრინციპით, ანუ დაცემა, ამაღლება, მერე დაცემა და მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლება. ჩვენ ახლა აი შეიძლება იმ პატარა ამაღლებაზე ვიმყოფებით და არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, არამედ ბევრი ქვეყნის ხელისუფლების ვალდებულებაა, მოვალეობაა და ჩვენი სურვილია, რომ აი ეს მომდევნო დაცემა დიდი ხანს არ გაგრძელდეს და კრიზისიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ. დღეს დავმშვიდდეთ, რომ აი კრიზისი დამთავრდა, ეს მხოლოდ დამღუპველი იქნება. გასაგებია. ბატონ დავით, თქვენც ანალოგიურ პროგნოზს აკეთებთ, ანუ ველოდებით ფასების ზრდა კიდევ უფრო გაზრდას. მე ცოტა უფრო განსხვავებული მკვიდრი. აი ჩვენ ახლა ეს კრიზისი, როგორც ღვინოს კრიზისი რო იყო და ლონდონის ბაზარში ვაკეთებთ, შეიძლება გამოვიყენოთ კარგად და რაში, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ხორბლით ვაჭრობის ცენტრებში. ჩვენ თუ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას და მაშინ ჩვენ გვექნება ხორბალი იმ ფასად, რაც იქნება ობიექტური როგორი ობიექტური ფასი? სოფლიო ბაზრისათვის. ეხლა მერყეობს დაახლოებით $250-300 ფარგლებში, რატო იცით ხორბალი სხვადასხვაა, ეხანაც ვამბობდი. არის სამაკარონე ხორბალი, რომელსაც დიდი პროტეინის შესრულება უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. არის ხორბალი თესლისთვის, გადარჩეული და ასე შემდეგ, იმას ცოტა მეტი ფასი აქვს და არის პურისთვის, არის ფურაჟისთვის. აი ჩვენ რომელიც გვინდა, ის უნდა იყოს დაახლოებით, ესე იგი $250-300 ფარგლებში და ჩვენ არ გვექნება პრობლემა. თუ შევალთ ცენტრში, თუ აღარ დავტოვებთ პურის მცხობელს, მეწისქვილეს და ასე შემდეგ მარტოს ერთ-ერთთან, რუსეთის ბაზართან, ყაზახეთის ბაზართან და ვიღაცეებთან. თუ ექნება მათ სახელმწიფო მხარდაჭერა, ფინანსური, პოლიტიკური და ტექნიკური. ესე იგი სწავლების თვალსაზრისით. და უცხოელებიც ამაში აშკარად დაგვეხმარებიან და აუცილებლად დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ ისინი ელიან ასეთი თხოვნებს ჩვენგან, რომ დაგვეხმარონ, იმიტომ ეს სწორი გზაა, სწორი მიმართულება განვითარების. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მას მოყვება, როგორც ნოდარმა ბრძანას ასევე სწორად თქვა, მოყვება მთელი რიგი შედეგები, რომ როცა სარჩო სტაბილურია, მერე დანარჩენის ფასებიც სტაბილურია. აი დგება საკითხი ჩანაცვლების, სხვა პროდუქციის. პური თუ მაქვს, აი ქართველების ტრადიცია არის საჭმელი და მისაჭმელი. პური თუ მაქვს, უკვე მაქვს მე სარჩო. მე პრობლემები გადაწყვეტილი მაქვს და ამიტომ ჩემი მოთხოვნები თქვათ სხვადასხვა სახის ბოსტნეულზე, სხვადასხვა სახის აბსოლუტ პროდუქციაზე არ იქნება ესეთი ანგაჟირებული და მძაფრი განაცხადის სახით. ეს ერთი მომენტი გახლავთ. და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სხვათა შორის და კიდევ მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ეს სწავლის ამბავია, ახლა გახვიდე მსოფლიობაზე. ინტეგრირებული ვართ ჩვენ ვისთან? რუსეთის პერიფერიებთან, თურქეთის პერიფერიებთან, ირანიო, ყაზახეთიო და აი რაღაც ეს ინტეგრაცია ატარებს რაღაც თვითშემოქმედებით ფორმას. პერიფერიასთან ინტეგრირებული. განვიცდით რაღაც აი ნეოკოლონიალურს, მე არ მეშინია ამ სიტყვის საკმაოდ კარგად შევისწავლე საკითხი,
დამოკიდებულებასაც ზოგიერთი სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ ჩვენ განელიან სოფლიო საზოგადოებას გარკვეულ გარღვევას. ეს გარღვევა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ჩვენი პოლიტიკური განცხადებებით და ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი მეწარმეებისა. აი უყურეთ, ომი მიდის აგვისტო, ხო? დიახ. და შიში თუ არა რომ დაინგრეს ფულის მიმოქცევის სისტემა, ისე როგორც სოხუმის ომის დროს დაინგრა და კუპონი სად გაქანდა, ხო გახსოვთ? ამან მოიტანა დიდი ინგრევა. სოხუმის უშუალო საომარი მოქმედებებით დაინგრა 1/10 ეკონომიკის და დანარჩენი დაანგრია ამ პროცესმა, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების მოშლით იყო გამოწვეული. აი შეეძლო mums არა იმ წუთში 250 მილიონი მოქცეს, მერე 300 მილიონი და ასე გაგვამაგრეს. ასე არ დაუშვებს სოფლიო საზოგადოებრივობა ჩვენ ესეთ ნგრევას, მაგრამ ვერ დაგვასაქმებს. ეხლა წარმოგიდგენთ ვაშინგტონიდან კაცი ჩამოვიდეს და გითხრას ელი ქიმუშენა. კი ბატონო, რა უნდა შევცვალოთ პირველ რიგში ეკონომიკურ პოლიტიკაში, თქვენ როგორ პირველ რიგში რა უნდა შესაძლებელი, იმიტომ რომ არ არის ეს პოლიტიკა. უნდა დავიწყოთ თავიდან. დავჯდეთ და გავაკეთოთ და ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკას ერთიას რო გავაკეთებთ ლიბერალურს, მონეტარისტულ პრინციპებზე აგებულს, ამის ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტებთან შეთანხმებულს იქ უნდა გამოვყეთოთ აგრარული პოლიტიკა. ის 48% მოსახლეობისა, აი დღევანდელი მაჩვენებთ, რომელიც სოფელ ადგილებს ჩვენი სტატისტიკა აჩვენებს, ხო, რომ დავასაქმოთ. შევინარჩუნოთ სოციალური გარემო, რომ საქართველო იყოს თავის მსგავსი ზრდით. აი იცნო რომ ეს საქართველო. აი თბილისი მაგალითად 20 წლის წინ ვიწყობილა ვერ იცნობს, რატო? იმიტომ რომ 600,000 კაცი ჩაენაცვლა სხვა 600,000. დიახ. აბა მილიონიან ქალაქში ნახე. 1,300,000 იყო. აი ხევსურეთში ეს რო გააკეთე ხევსურეთ ხარ გიქნები. შავში, ფანიჩი. აი იქ უნდა სოციალური ესეც თანემის რაც გითხარით გლობალური დათბობა და სოფლიო ტენდენციები და ბაზრები და რა ვიცი რა არის ახლა. ეს ფორმატი ვერ კი ბატონო. მე ბოლო კითხვას დავსვამ ბატონო და მაინც თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას, როგორი მომზადებული ხდებით ზამთარს? ძნელი საქმეა? საკმაოდ რთულია, ორი სფერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ენერგეტიკული, მე იმედი მაქვს, რომ ენერგეტიკული პრობლემები, რომელიც აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში იყო ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, ეს აღმოიფხვრება და არ იქნება. საკმაოდ გამიკვირდა მე რომ ესეთი სერიოზული შეფერხებები იყო. ეს სფეროა, რითაც ვამაყობთ, ესე ვთქვათ, ხმამაღად, თამამად. და მეორე სურსათთან დაკავშირებით მე მაინც ვფიქრობ რომ საქართველოს ბაზრის უზრუნველყოფა გნებავთ ხორბლით, გნებავთ სხვა სასურსათო პროდუქტებით პრობლემა არ იქნება. მაგრამ აქ საუბარი იმაზე ხო არ არის რომ მხოლოდ წლევანდელი ზამთარი გადავიტანოთ. ჩვენ საუბრობთ რომ ხო უნდა დადგეს დრო, როდესაც ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით და აღარ გვექნება იმის პრობლემა. ანუ ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დეფიციტი არ გველოდება. მე ვფიქრობ რომ საქართველოს ბაზრის უზრუნველყოფა ხორბლით შესაძლებელია ისე რომ პრობლემა არ შეიქმნას, ეს შეიძლება მე ვთქვი რომ ოდნავ გაძვირებული ხორბლით, მაგრამ მაინც მოხერხდება და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. მე პრობლემას სხვა რამეში ვხედავ. ეს არის თუნდაც ის რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით არის საკმაოდ უკან. 133 ქვეყანას შორის 93 ადგილზე ვართ და აი ამაშია პრობლემა რომ ჩვენი წარმოების თვალსაზრისით მე-11-ები ვიყავით, თუმცა Forbes-მა გამოაქვეყნა რომ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით 63-ები ვართ, მაგრამ მსოფლიო ბანკის რეიტინგით მე-11 ადგილზე ვართ. ესეც რეიტინგებია და ესე ძალიან სუბიექტურია, მაგრამ პრობლემა ის არის რომ საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეისათვის კონკურენტუნაროა. მას არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს არა მარტო ევროპულ ბაზრებზე, ამერიკის ბაზრებზე და ასე შემდეგ, არამედ საკუთარ ბაზარზეც კი. აი ეს არის პრობლემა და აი ამის დანახვა გვინდა ყველას ერთად და მე აქედან გამოსავალი ერთად უნდა მოვწევ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით თქვენდა პატარა რეპლიკა ენერგეტიკასთან დაკავშირებით საამაყო არაფერი არა მე მგონი რომ ეხლა ენერგეტიკას ჩავთავთ, იმიტომ რომ თავის გაჭირვება იყო. აქ არის ძალიან მოკლედ და უნდა დავასრულოთ. აი და ძალიან მოკლედ გეტყვით ეს რომ ჩვენ გავართ დიდი გამოწვევის წინაშე. ადამიანის განვითარების ინდექსით თუ 98 წელს ვიყავით 70, ეხლა ვართ 112. და ჩვენ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რომელიც სასტარტო ჰქონდა ერთ დროს.
ძალიან მხოლოდ შეიძლება სწორი პოლიტიკის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, იმისთვის რომ მოგზანდით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები, ბატონები ნოდარ ხადური და დავით იაკობიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. თქვენ ზუსტად 9 საათზე გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერძის სტუმრები იქნებიან კოტე ჟღენდი, ირაკლი მელაშვილი. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით. კარგად მზადდებოდეთ.